პირველი ყლუპი ყავის ისეთ ადგილებში მიდის, სადაც გათიშული არის ამ მომენტში ტვინი და ნელა იხვიცებენ. მოგესალმებით. ეხლა არის 8 საათი. ნელა იხვიცებს ქალაქი. მეც გავიხვიცებ ჩემ ყავასთან ერთად. ხოლო არის Thanksgiving-ი, მადლიერების დღე, რომელსაც აღნიშნავენ ამერიკაში. და ეს დღე არის ამერიკელებისთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაული, როდესაც ყველა ოჯახის წევრი იკრიბება და ერთად აღნიშნავენ მადლიერების დღეს და მადლობას უხდიან ერთმანეთს. ამ დღესთან დაკავშირებით რა გეგმა გვაქვს? ხვალ ვარ დაპატიმრებული ჩემს მეგობართან, ერთად აღნიშნავთ Thanksgiving-ს. დღეს უნდა წავიდეთ საშოპინგოდ, რადგანაც უნდა ვიყიდო პროდუქტები, რომელსაც სახლში გავაკეთებ და ხვალ წავიღებ Thanksgiving-ზე. საღამოს შეგვეძლება ვიფუსფუსოთ, გავაკეთოთ ერთად საჭმელები, ნამთვრის გაკეთება მინდა, ჩიზკეიკი, რომელსაც ადრე ვაკეთებდი, საკმაოდ კარგად გამომდიოდა. ცოტა ხანში უნდა წავიდე ფიზიკალ თერაპიზე. ფიზიკალ თერაპია მჭირდება, რადგანაც მარცხენა ბეჭის კივილი მაქვს. ესეთი იდეა მაქვს, საშობაოდ მინდა გავაკეთო მსგავსი გათამაშება, ყველა მიიღებს მონაწილეობას და ყველას შეუძლია რომ იყოს საჩუქარი. ერთ-ერთი პირობა არის, რაც უნდა გააკეთონ, რა თქმა უნდა, ჩემი ჩანელი უნდა გამოიწერონ, Instagram-ზე გამომყვნენ და მომწერონ Instagram-ზე, რომ თანახმარიან მიიღონ მონაწილეობა გათამაშებაში. მაგრამ ძალიან გთხოვთ, უბრალოდ ეს ორი რაღაც რომ გააკეთოთ, გამოიწეროთ ჩემი ჩანელი YouTube-ზე და Instagram-ზე გამოვყვეთ. დანარჩენს შევაგროვებ ამ ადამიანებს, ვინც გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას და შემდეგ საშობაოდ ყველას გავუგზავნი საჩუქარს. და საჩუქრები იქნება ძალიან საინტერესო და რა ზოგადად მიყვარს საჩუქრების გაკეთება და ფიქრობდი რა შეიძლება გავაკეთებინა და გავაკეთებ საჩუქარს. მოკლედ ეს არის ჩემი საშობაო საჩუქარი, რაც უნდა გავაკეთო. ეს გათამაშება იქნება Thanksgiving-ის vlog-ში და შემდეგ Christmas vlog-ზე გავაკეთებ unboxing საჩუქრებზე. ძალიან მაგარი იდეა მომივიდა მეგობარი. ნახოთ აბა რა გამოვა. შეგვიძლია დავიდეთ და ახლა მივიდეთ ფიზიკალ თერაპიზე, სადაც 40 წუთის გზაზე არის აქედან. გამოვიდით გარეთ. ამინდი გონია რომ ძალიან სითბო არის, მაგრამ საკმაოდ სიცივია მიუხედავად იმისა, რომ მზე ანათებს. რაღაც ისეთი გვიანი შემოდგომის სილამაზე აქვს აქაურობას შემორჩენილი. აქცალია ახლა აქ დასარჩენად. მორჩი თერაპიას და ეხლა ყოდით სახლში. ესეთი იდეა მომივიდა ეხლა სახლთან, რომ ხალხო არის უკვე მადლიერების დღე, Thanksgiving-ი და ხوار გავიდე მანჰეტენზე. თან მადლიერების დღეს ძირითადად ძალიან ლამაზად აწყობენ Macy's მაღაზიას და ფიქრობ, კაი იდეა იქნება და დავიდი. მოკლედ დაგააპდეითებთ, ეხლა სახლში ავალ და შემდეგ თუ გადავწყვიტე წასვლა, რა გებინებთ.
გადაწყდა წასვლა მანჰეტენზე და დავათვალიერებთ მადლიერების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს თუ რას აპირებენ ხალისთვის. ძალიან მიხარია. You are my sun. You are my sunshine. You are my sun. Red away. You are my sun. You are my sunshine. You are my sun. Red away. You are my sun. ძალიან დიდი ხანი აკეთებდნენ Madison Square Gardens და ხა შემთხვევით გადავაწყდე და ძალიან ლამაზია. ეხლა მოახლოვდებით Macy's, რომელიც არის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი. საერთაშორისო მეც არ ვარ ნამყოფი Thanksgiving-ის პერიოდში. და აი ესე გამოიყურება Macy. Okay, მოვალ ახლა. იქნება პარადი ხვალ. უკვე გამზადებულია სცენა თითქმის. და აი ესეც უზარმაზარი ინდაური, რომელიც ამ დღის წარმომადგენელია. აი რო ისრით ხო მაგაში და ჩააგდო. ერთი მოგიგო. შიგნით კიდე მეორე ზღაპარი იწყება, ისეთი ლამაზი არის. Macy გარობის პერიოდში. ძალიან საშობაო ვლოგში რო არ გადავეშვათ. რაღაცებს შეგაჭედავთ Macy's-ში. Macy ყოველწლიურად მადლიერების დღესთან დაკავშირებით ატარებს პარადს. ყოველ წელს. აღნიშნავს როგორც ესეთი სადღესასწაულო დღეების მოახლოებას და აღნიშნავს Thanksgiving-ით და ულოცავს მთელ ამერიკას. ხვალ ისეთი ამბავი იქნება აქ, რომ ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ მომხდარიყავი, ძალიან ბევრი ხალხი იქნება. დღევანდელი დღითაც დავკმაყოფილდები, რომ აი ესე ხედავ ამ ყველაფერს. და ხო კიდე ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატარებ მადლიერების დღეს. თავისუფლება და იმედი არის ამ პარადის მნიშვნელობა. მოკლედ აქ დავამთავრებ ახლა მანჰეტენზე გამოსვლის და აი ამ ინდაურის ლაივში ნახვას. ეხლა როგორც დილით თქვი, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, მაღაზიაში უნდა გავიდეთ და პროდუქტები ვიყიდოთ ხვალისთვის. წავედით ახლა მაღაზიაში. მონ დედაჩემს ვერ პოვობ სად არის. Cheesecake უნდა გავაკეთო დღეს აუცილებლად.
მაინც ასე. ხა მივდივართ სახლში და დავიწყებთ მომზადებას. გარი? ეს ახლა მშვენიერია. ესეც. რომელისა? ძალიან დიდია. შენზე მაგალია ხო? მოკლედ ვიწყებთ ჩიზკეიკის მომზადებას. იქნება კლასიკური ჩვეულებრივი ფერისით განსაკუთრებული აუცილებელი ინგრედიენტები, რაც არის ფილადელფია, არაჟანი და ეს უკვე გამზადებული ქვედაფენა, რომელიც მარტივი, ანუ მე თვითონ არ მიწევს მომზადება. და ასევე ჯემი. თავზე წავუსვამთ. დავიწყეთ. ბადრიჯანიც აი ესე გამოიყურება. ცოტა დაგვისკდა ჩიზკეიკი, მაგრამ არა უშავს. იდეალური ვერ იქნებოდა ახლა. Good morning. Happy Thanksgiving everyone. გელოცავთ მადლიერების დღეს. და მოკლედ ბუში როგორადაც დავტოვეთ. ესე გამოიყურება. ბზარები გაიკეთა. არ ვიცი. რატო გაიკეთა ბზარები? ცოტა სიმჟავე აქვს და ძალიან მოხდება ჩიზკეიქს. ორი ფორთოხლისგან დაწორა თითქმის 400 გრამი. ძალიან მოკარი ყინულებს ჩავყრი ამაში, ცოტა ავაციებ და fresh juice. Perfect. Black Friday stili. აი ამ საწორთან დაკავშირებით იყო ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება. გავსინჯოთ რა გამოვიდა. სიმჟავე რატოა? ქერქი რაც ქონდა ისიც ხო დაწურა და ისეთი რაღაცნაირი მკვახე მჟავე გემოაქვს, რომ ვაიმე ეს რა არის. ეს არ უნდა ხეილია. არა და ნახე როგორია. ხო რა, ქერქი უნდა არ გამითალა. ტოლა გავაფუჭე. პორტოხა. გაიწერებში. Okay, შემდეგზე გავხსნით. მაგრამ უდაოდ ძალიან მაგარი საწორი არის.
ეს მეწვენი გავაკეთებ თუ ფილტერს გამოვუღებ ამ შემთხვევაში სმუზის გააკეთებს ანუ წვენი არ იქნება თხევადი და იქნება სმუზი სქელი მასა ჩემი რეკომენდაცია ნამდვილად ჩემს YouTube აღწერაში ჩავაგდებ ლინკს და შეგიძლიათ გამოიწეროთ თუ სულ გექნებათ მართლა წარმოგარ რაღაცა ну ჩემსავით არ დაგემართოთ და გათალეთ სანამ გაწურავთ იმიტომ რომ იმდენად აი აქუც მაძებს და წურავს თვითონ გარეთა ქერქსაც ხო აი ეგ არ მიფიქრია რომ ქერქის გემო ექნებოდა მაგრამ ეს იყო ძალიან ფეილი I'm sorry